მსოფლიოში ცნობილი მღვიმეების მკვინთავი ჯილ ჰაინერთი ისტორიის შექმნის წინაშე იდგა. ის ანტარქტიდაზე დედამიწის უდიდეს აისბერგში აპირებდა ჩაყვინთვას. მაგრამ რაღაც საშინლად არასწორად წავიდა და ის გაკინულ სამარხში აღმოჩნდა გამომწყვდეული. ეს მისი ნამდვილი ისტორიაა. მღვიმეები წარმოიქმნება მაშინ, როცა წყალი დროთა განმავლობაში კირქვაში გზას იკვალავს. იგივე ხდება ყინულშიც, მათ შორის იმ უზარმაზარ ნაგლეჯებში, რომლებიც ჩვენს ოკეანეებში ცურავენ. მაგრამ ყინულის მღვიმეებს და კირქვის მღვიმეებს მნიშვნელოვანი განსხვავებები აქვთ. თითოეულს თავისი სირთულეები ახლავს. ჯილ ჰაინერთს ეს ყველაფერი პირადად უნდა გამგამოეცადა. ჯილი გაკინული ზღვის ნაპირზე იდგა, გული სწრაფად უცემდა. მის წინ უზარმაზარი აისბერგი იცვა, უძველესი და უცხო. ის ანტარქტიდის ამ შორეულ კუთხეში ერთი მიზნით ჩამოვიდა, რომ გამხდარიყო პირველი ადამიანი, ვინც მის საიდუმლო მღვიმეებს გამოიკვლევდა. ჯილმა პოლარული ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და თავი მოიკრიბა. ეს ყვინთვა სახიფათო იქნებოდა, მაგრამ უცნობის მაცდური ძახილი წინ უბიძგებდა. მან მთელი ცხოვრება ამ მომენტისთვის მოამზადა თავი. ჯერ კიდევ მაშინ, როცა პატარა გოგონა იყო და კანადაში იზრდებოდა, ჯილი აღფრთოვანებული იყო იმ დაფარული საოცრებებით, რომლებიც ტალღების ქვეშ თვალთახედვის მიღმა იმალებოდა. ეხლა წყალქვეშა მკვლევარის კარიერის პიგზე ის ისტორიის შექმნას აპირებდა. ჯილმა გამოცდილად ჩაიცვა ჰიდროკოსტიუმი და რამდენჯერმე გადაამოწმა თავისი აღჭურვილობა. მის გვერდით მისი თანამკვინთავები, უესი და პოლი, ემზადებოდნენ, მათი აღტაცება აშკარად იგრძნობოდა. მან სითბლთი შეხედა მათ. უესი, მისი სანდო მენტორი და პოლი, მისი საყვარელი ქმარი. ერთად ისინი აისბერგის გაკინულ სიღრმეებს გაუმკლავდებოდნენ. ბოლოს, როცა ღრმად ჩაისუნთქა, ჯილი ზოდიაქოდან გადახტა და სიბნელეში ჩაიძირა. წყალმა მჭიდროდ მოეხვია, პარალიზებულივით და ფილტვებიდან ჰაერი გამოაცალა. მთელი თავისი გამოცდილება დასჭირდა, რომ პანიკა არ დაეწყო. ეს იყო მისი კარიერის ყველაზე ცივი ჩაყვინთვა, მაგრამ კონტროლი უნდა შეენარჩუნებინა. მის გვერდით უესი და პოლი შავი ზღვის წყალში გადაეშვნენ. ჯილი ყურადღებით აკვირდებოდა მათ, როგორ ებრძოდნენ გამყინავ სიცივეს. მათი კომბინეზონები წამებში გაიფსო წყლით. მისი ფართო და შთამბეჭდავი კარიერის ყველა ჩაყვინთვიდან სწორედ ეს იყო ის, რომელიც ყველას შესაძლებლობის ზღვარზე გამოცდიდა და მისთვის უცნობად კატასტროფამდე მიიყვანდა. ჯილის დაუცხრომელი ცნობის მოყვარეობა ადრეულ ასაკში გაუღვივდა. ტორონტოში, კანადაში ჩემდა ბავშვობა საბსექონ კვირა საღამოს, ჯილი ჯეკ კუსტოს წყალქვეშა დოკუმენტურ ფილმებს უყურებდა და სრულიად მოჯადოებული იყო. სხვა გოგონები პრინცესებზე და პოპ ვარსკვლავებზე ოცნებობდნენ. ჯილის ფანტაზია კი პლანეტის ბნელ სიღრმეებში დამალულ საიდუმლოებებზე დაფრინავდა. სკოლაში ჯილი გატაცებით კითხულობდა წარსული ეპოქების პიონერების ისტორიებს, მარკო პოლოს, კოლუმბს, არმსტრონგს. მათი უცნობში წასვლის გამბედაობა მასში ღრმად აღძრავდა ემოციებს. მას სურდა აღმოეჩინა დამალული ადგილები, სავსე საიდუმლოებებით, რომლებიც გამჟღავნებას ელოდნენ. როდესაც აპოლოს მისიების თვალის მომჭრელმა კადრებმა მსოფლიო მოხიბლა, ჯილი სრულიად მოიხიბლა. მან მშობლებს თხოვა, ასტრონავტი გამხდარიყო, მაგრამ მათ ნაზად დაუცხრეს მისი ამბიციები. კოსმოსში მოგზაურობა კანადელი გოგონებისთვის 1960-იან წლებში შეუძლებელი იყო, თუმცა ჯილის მოუსვენარმა სულმა შთაგონება უფრო ახლოს, საკუთარ გარემოში იპოვა. მან კანადის გოგონათა გიდების ორგანიზაციაში შეუერთდა, სადაც ძლიერი ქალი მენტორები, უნარიანობისა და თავდაჯერებულობის მაგალითს აძლევდნენ. მათ ჯილს აჩვენეს, რომ გოგონებსაც შევსად შეუძლიათ იყვნენ მამაცი მკვლევარები. ჯილმა ვიზუალური კომუნიკაციები იორკის უნივერსიტეტში შეისწავლა, რათა დაეუფლა უნარებს, რომლებიც დაეხმარებოდა იმ საოცრებების დაფიქსირებაში, რომელთა აღმოჩენაც სურდა. დამთავრების შემდეგ მან საკუთარი გრაფიკული დიზაინისა და სარეკლამო კომპანია დაარსა. ეს სამუშაო ფინანსურად უზრუნველყოფდა მას, მაგრამ მისი გული ამ საქმეში არ იყო. შაბათ-კვირას ჯილი ქალაქს ტოვებდა და ჰურონის ტბის ცივ წყლებში ყვინთავდა. ტალღების ქვეშ მდუმარე დაფარულ სივრცეებში მოძრაობა მისი კვლევის წყურვილს აკრობდა. მას სურდა სრულად ჩართულიყო წყალქვეშა თავგადასავლებში. 26 წლის ასაკში, რუტინული სამუშაოსგან დაღლილმა, ჯილმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა. მან გაკიდა თავისი კომპანია და კაიმანის კუნძულებზე გადავიდა, სადაც სადაივინგო ბაზაზე დაიწყო მუშაობა. იქ 1000 მამბწყინავმა ყვინთვამ საბოლოოდ დაარწმუნა თავის მოწოდებაში. მან იპოვა თავისი მიზანი. ამ ახალ ცხოვრებაში, ტალღების ქვეშ, ჯილი ახალ გამოწვევებს შეხვდა. წყალქვეშა სამყაროში კვლავ მამაკაცები დომინირებდნენ და ახალბედები იშვიათად ჩნდებოდნენ. ის ხშირად იყო ერთადერთი ქალი ექსპედიციებზე და მუდმივად უწევდა საკუთარი თავის დამტკიცება. მამაკაცი მყვინთავები მის შესაძლებლობებსა და ტექნიკურ ცოდნას ზემოდან უყურებდნენ. დამკვიდრებული დამოკიდებულებები მუდმივად უშლიდა გზას. მღვიმეებში ყვინთვის სერტიფიკატის მიღებისას, რაც მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, სექსიზმმა თითქმის ჩაშალა მისი ამბიციები. როდესაც მოწინავე ტექნიკურ კურსზე მივიდა, ინსტრუქტორები ღიად არიჯერებდნენ, რომ მას მონაწილეობის კვალიფიკაცია ჰქონდა. ჯილი იძულებული გახდა, უსარგებლო გამოსასწორებელი სავარჯიშოები შეესრულებინა მხოლოდ იმისთვის, რომ დარჩენილიყო და ამის გამო ბრაზობდა.
მოგვიანებით, როდესაც ელიტარულ მღვიმეებში ყვინთვის კონფერენციაზე ერთადერთი ქალი იყო, ჯილი მძაფრად გრძნობდა უხერხულობას, რომ ამ მამაკაცურ სფეროში შეიჭრა. ინსტრუქტორები მასზე ფლირტაობდნენ, ხოლო მამაკაცი მღვინთავები მის უფლებასა და კვალიფიკაციას ეჭქვეშ აყენებდნენ. ჯილი მათ სკეპტიკურ დაკვირვებას სტოიკური ღირსებით უმტუნკლავდებოდა. და როდესაც ჯილმა სპეციალიზებული ტრენინგი სთხოვა თავის მისაბაძ ადამიანს, ლეგენდარულ მღვიმეებში მღვინთავ შეკ ექსლის, მან პირდაპირ უარი უთხრა. ის ფიქრობდა, რომ მღვიმეებში ყვინთვა ქალებისთვის ძალიან საშიში იყო. იმ პირველ დღეებში ჯილს მხოლოდ სახიფათო მღვიმეებთან კი არა, არამედ ჩაკეტილი საძმოს ჩვეულებრივ შოვინიზმთანაც უწევდა ბრძოლა. შეუდრეკლად მან გააგრძელა ბრძოლა და 2001 წლისთვის ჯილ ჰაინერთმა თავი დაიმკვიდრა, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მღვიმეებში მღვინთავი. მაგრამ ახალი ჰორიზონტების ძიებაში მისი ამბიციები მიმართული იყო პირდაპირ დედამიწის ფსკერისკენ, ანტარქტიდის იდუმალი ყინულის მღვიმეებისკენ. თავისი უსაზრო წარმოსახვით ჯილ ჰაინერთი ფიქრობდა, შეიძლებოდა თუ არა რომ სტაბილური მღვიმეები არსებობდეს უზარმაზარი ყინულის საფარის ქვეშ, დაფარული და გამოუკლებელი ლეველი. ანტარქტიდის წყალქვეშა სივრცეების შესახებ თითქმის არაფერი იყო ცნობილი. მისი ზღვები ყველაზე ცივი და მკაცრი იყო მთელ მსოფლიოში, საკმარისი იმისთვის, რომ მოუმზადებელი ადამიანი წუთებში დაეღუპა. მხოლოდ რამდენიმე გამბედავი სამეცნიერო და სამხედრო წყალქვეშა ჩაყვინთვა იყო განხორციელებული კონტინენტზე. მღვიმეებში ყვინთვა იქ ფანტასტიკის სფეროს ეკუთვნოდა, ზედმეტად ექსტრემალური იყო, რომ სერიოზულად განეხილათ. არავინ ჯილის გარდა არ ფიქრობდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. მისი წინადადება კატეგორიულად უარყვეს ყველა მეცნიერებმა, ვისაც კი მიმართა. ავტორიტეტულმა პოლარულმა მკვლევრებმა ხელაღებით უარყვეს ეს უგუნური იდეა. თუნდაც მღვინთავთა საზოგადოებაში მისი გეგმები აბსურდულად მიიჩნიეს, თვითმკვლელობასთან მიახლოებულადაც კი. მღვიმეები უბრალოდ ვერ იარსებებდა ანტარქტიდის დინამიკურ მოძრავ ყინულში, მაგრამ ჯილი შეუპოვარი იყო. მისი რწმენა ამ იდეის მიმართ შეურყეველი იყო. ანტარქტიდის აისბერგები არ იყვნენ სტატიკური, როგორც პოლარული ყინულის ფენები. მძლავრი ოკეანის დინებების ზემოქმედების ქვეშ უზარმაზარი აისბერგები იბზარებოდა და ბრუნავდა, თითქოს ნელი მოძრაობით მოძრავი ატრაქციონები ყოფილიყო. თუ დნობის წყალს შეეძლო მყარ კირქვაში გამოქვაბულების გამოკვეთა 1000 წლეულების განმავლობაში, ჯილმა იფიქრა, მაშინ ნამდვილად შეეძლო უზარმაზარ, ნელ-ნელა დნობა და აისბერგებში ფარული ღრუების გამოკვეთაც. საკმარისი იყო მხოლოდ სწორი აისბერგის პოვნა. 2000 წლის დასაწყისში შესაძლებლობა ჯილის ხელში აღმოჩნდა. უზარმაზარი BB-15 აისბერგი როსის ყინულის შელფიდან მოსწყდა, რომელიც იამაიკაზე უფრო დიდი მცურავი ყინულის ველია. ეს იყო ყველაზე დიდი აისბერგი ისტორიაში. ჯილმა მაშინვე იცნო, რომ ეს იყო ბედი, რომელიც მას უხმობდა. ეს იყო შანსი, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდა. BB-15-ის მყინვარული ლაბირინთის შიგნით იმალებოდა გაყინული სამყარო, რომელიც ადამიანის თვალს არასოდეს ენახა. თუ ანტარქტიდაზე სადმე არსებობდა უზარმაზარი მღვიმეები, ჯილი ახლა დარწმუნებული იყო, რომ ეს ადგილი BB-15 იყო. თუმცა მტკიცებულების გარეშე, National Geographic-ის დარწმუნება, რომ დაეფინანსებინა ასეთი რისკიანი წამოწყება, თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. მან იცოდა, რომ მათ სჭირდებოდა ჩთამბეჭდავი ვიდეო მასალა, რომ შანსი ჰქონოდათ. მან მიმართა თავის სანდო მეგობარს, US Skiles და მათ ერთად შეიმუშავეს გეგმა. ისინი გაბედულ ნაბიჯს გადადგამდნენ, საკუთარი სახსრებით და მხოლოდ რწმენით დააფინანსებდნენ მცირე სადაზვერვო ექსპედიციას აისბერგთან. თუ მათი თეორია გამართლდებოდა და ისინი გადაიღებდნენ ანტარქტიდის ხელუხლებელი მღვიმეების თვალის მომჭრელ კადრებს, Nat Geo იძულებული იქნებოდა პროექტში ჩართულიყო. ცივილიზაციის ყველა კომფორტის დატოვებით, ჯილი, US-ი და კიდევ 7 ადამიანი დედამიწის ბოლოში გაემგზავრნენ. მას შემდეგ, რაც მათი გემი 12 დამღლელი დღის შემდეგ ზღვის გზაზე BB-15-ის მიუახლოვდა, ჯილმა დაინახა ყინულოვანი მასა, რომელიც მათ ზემოთ აღმართულიყო, თვალებით ცრემლით აევსო. ყველა ის წელი ოცნებასა და დაგეგმვაში ამ მომენტამდე მივიდა, სადღაც ამ გიგანტური აისბერგის ქვეშ იმალებოდა საიდუმლო სამყარო, რომლის პოვნაზეც ყველაფერი დადებული ჰქონდა. ეხლა მარცხი გამორიცხული იყო. ზოდიაკი სრიალებდა ყინულის ციცაბო კლდეებთან, რომლებიც ალპური მთებივით აღმართულიყვნენ მათ ზემოთ. ჯილმა დაათვალიერა გლუვის ზედაპირი, ეძებდა ნაპრალებს ან ბზარებს, რომლებიც BB-15-ის დაფარულ სიღრმეებში ჩააყვანდა. თუ მისი თამამი ჰიპოთეზა მცდარი აღმოჩნდებოდა, მათი ექსპედიცია დაწყებამდე დასრულდებოდა. იქ ჯილმა შეამჩნია იმედის მომცემი ნაპრალი, რომელიც ღრმად ჭრიდა ყინულში. გულამოვარდნილებმა ისინი შევიდნენ ვიწრო შესასვლელში. როცა კედლები გარშემო შეიკრა, ჯილს სუნთქვაც კი უჭირდა. აი დადგა გადამწყვეტი მომენტი. თუ აქ საოცარი ყინულის მღვიმეები აღმოჩენას ელოდა, ეს იქნებოდა მათი შესასვლელი. მან US და Paul's გამომხნევებელი ღიმილი აჩუქა, მაგრამ ნერვიულობისგან მუცელი ეკუმშებოდა. ზვალამდე გამყინავი ცვალი რამდენიმე წუთში მოკლავდა მათ, თუ რამე არასწორად წავიდოდოდა და ამ მკაცრ პოლარულ სამყაროში სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ზვარის საშიშად თხელი იყო. მაგრამ ახლა უკან დაბრუნება მათ ხანგრძლივ მოგზაურობას აზრს დაუკარგავდა. მან სცადა ჩაეხშო თავში მკვირალა ეჭვები. ისინი ძალიან შორს იყვნენ მისული, რომ უკან დაეხიათ. ჯილი ნერვიულობდა, არა თავისთვის, არამედ ვესისა და თავისი ქმრის, პაულის გამო, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი შესანიშნავი მყინთავები იყვნენ, ეს მათი პირველი ყინულქვეშა ყინთვა იყო, ყველაზე ცივი. ეს უცნობი აისბერგი უცნობ ტერიტორიას წარმოადგენდა. ქვაზე თოკების დამაგრების ნაცვლად, ისინი ყინულის ხრახნებს გამოიყენებდნენ. როგორც კი წყალში შევიდნენ, ვესის კომბინეზონი მთლიანად წყლით აივსო. კატასტროფული ერთი წუთის გადაღების შემდეგ მთელი ეკიპაჟი დასჭირდა მის გემზე ამოსაყვანად და ძლივს გადაარჩინეს სიცოცხლე. სასტრაფოდ შეიყვანეს შიგნით, რომ გაეთბო. ეს მძიმე დასაწყისი იყო. ვესის ძლივს გადარჩენის შემდეგ ჯილი და პოლი ისევ ჩაყვინთავდნენ. ზღვა მას 1000 დანასავით ესობოდა. ფილტვებიდან ჰაერი მძაფრი ამოსუნთქვით გამოაგდო. ყინულივით ცივი წყალი დაუნდობელი სისწრაფით შეიპარა მის კომბინეზონში. ისინი ჩადიოდნენ სიღრმეში. ზემოდან მომავალი მკთალი სინათლე სწრაფად ქრებოდა. შემდეგ ზედაპირიდან 130 ფუტის სიღრმეზე გვირაბი უცხო სამყაროში გაიხსნა. ჯილის გულმა წამით გამოტოვა დარტყმა, როცა მან თავისი ფარანი დაფარულ წყალქვეშა პეიზაჟზე გაატარა. ფილტრით მკვებავი ორგანიზმები ჰიპნოზურად ირწეოდნენ დინებაში. შობის ხის ჭიები კედლებზე უცხო ძვირფასეულივით იყვნენ მიმაგრებულნი. ეს წყალქვეშა სამოთხე სიცოცხლით იყო სავსე. ყოსავსე. ჯილმა შენიშნა უზარმაზარი ღრუ, რომელიც აისბერგის ცენტრში იყო გაჭიმული. მოლოდინით აკანკალებულმა ის შიგნით შეცურა. გვირაბი უსასრულოდ გრძელდებოდა ყინულოვან სიბნელეში. შემდეგ მოულოდნელად გვირაბი გაიხსნა უზარმაზარ დარბაზში, რომლის ჭერი ზებუნებრივი ლურჯი ნათებით ბრწყინავდა. ჯილის სული ამაღდა. სწორედ ეს იყო ანტარქტიდის პირველი ყინულის მღვიმე. ეს ნამდვილი იყო და დიდებული. უნდოდა აღტაცება ხმამაღლა ეხვირა ბროლის ჰაერში. და ეს წამი სამუდამოდ შეეგრძნო, მაგრამ თავი შეიკავა. არ უნდოდა ამ უბიცო სამყაროსთვის ხელი შეეშალა. ისინი იყვნენ პირველი ადამიანები, ვინც აისბერგის წმინდა ადგილს შეაღწია და ჯილი გაოცებული იყო. როდესაც უფრო ღრმად შევიდნენ, მოულოდნელად ზემოდან ბზარებიდან ობობა ლობსტერის იზოპოდები დაეცათ. ამ უსიამოვნო შეხვედრის შემდეგ ისინი მოიშორეს და ბნელ გვირაბში გზა გააგრძელეს. ყინული საზარელად ჭრიალებდა და სკდებოდა ზღვის ფსკერზე. მისი დინამიკა აშფოთებდათ მიუხედავად უცხო სილამაზისა. შემდეგ ღრმა ვიბრაციამ ჯილის სხეულში გაიარა. მიმოიხედა ყველაფერი წესრიგში ჩანდა. მათ კვლევა გააგრძელეს. ხოლო დაბრუნებისას დაინახეს, რომ კატასტროფა დატრიალდა. ჯილის საშინელებით, ზედაპირზე დასაბრუნებელი მათი ვიწრო გასასვლელი მთლიანად ჩაიკეტა, ჩამოვარდნილი ყინულის უზარმაზარი ნამსხვრევებით. პანიკა მოაწვა, მაგრამ თავი შეიკავა. წინა ხმაური სწორედ გასასვლელის ჩანგრევა იყო. მღვიმე თითქოს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ისინი თავის გაყინულ სიღრმეებში სამუდამოდ ჩაეკეტა, როგორც მუდმივ გაყინულ სამარხში. ჯილმა სასოწარკვეთილმა თვალი მოავლო აისბერგის კედლებს. გამოსავალი უნდა ეპოვათ. შიშს მხოლოდ ცუდი გადაწყვეტილებების ჯაჭვი მოხვებოდა. სიმშვიდე უნდა შეენარჩუნებინა. საბედნიეროდ მან დაგბილულ ყინულის ნატეხებს შორის ვიწრო ნაპრალი შენიშნა. თითო-თითოდ ისინი გაიჭრნენ და გაიკვალეს გზა ამ კლაუსტროფობიულ გვირაბში. სიცოცხლის ტოლფასი დროის შემდეგ, როდესაც ზედაპირიდან 20 ფუტის სიღრმემდე მიაღწიეს, ჯილმა დაინახა ვესი და ეკიპაჟი, რომლებიც ზემოდან ზეიმობდნენ. მოგვიანებით გაიგეს, რომ ყინულის ნატეხი ჩამოვარდა და გამოქვაბული ჩახერგა. მისი ტალღა იმდენად უზარმაზარი იყო, რომ თითქმის გადმოაბრუნა ზოდიაკის ნავის ეკიპაჟი. დარწმუნებულები არ იყვნენ, გადარჩნენ თუ არა ისინი და ყველაფერი რაც შეეძლოთ, იყო იმედი ჰქონოდათ ამ ტრაგედიის ფონზე. პროფესიონალიზმს არ ღალატობდა ჯილი და იმ დღის კიდევ ერთ ჩაყვინთვაზეც ოპტიმისტურად იყო განწყობილი. ეხლა მათ აისბერგის სირთულეებთან გამკლავების მეტი გამოცდილება ჰქონდათ. ეს მაინც უცნობი ტერიტორია იყო, მაგრამ პროგრესი მიღწეული იყო. ისევ ჩაყვინთეს აისბერგის გულში და გამოქვაბული შესასვლელი სტაბილურად ჩანდა. შიგნით ჯილმა შენიშნა პატარა დინება, რომელიც მანამდე არ უგძვნია. ნელ-ნელა დინება გაძლიერდა, შემდეგ კი მოულოდნელად ძლიერად წამოვიდა. მან ხელი ზღვის ფსკერზე ჩაყო, რომ დინებას არ გაეტაცებინა და თავისი საყრდენის გარშემო დატრიალდა. ნადნობი ცხალი, რომელიც აისბერგში მიედინებოდა, ამ საშიშ დინებას ქმნიდა და წუთით წუთზე ძლიერდებოდა. მათ დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინათ იქაურობა, სანამ დინება უფრო ღრმად შეათრევდათ. მაგრამ გასასვლელისკენ ცურვისას, მთელი ძალითაც კი ძლივს გადაადგილდებოდნენ დინების წინააღმდეგ. როგორც ოკეანის გამათრევ დინებაში მოხვედრისას, აისბერგმა კიდევ ერთხელ ჩაიგდო ისინი ხელში და არ აპირებდა მათი გაშვებას. შორიდან მოჩანდა მკთალი ლურჯი სინათლე, რაც კიდევ ერთ გასასვლელს მიუთითებდა. მათ რისკზე წავიდნენ და დინებას მიხვნენ. დიდხანს თითქოს სამუდამოდ მიხვებოდნენ მას. ბოლოს უსაფრთხოდ გამოვიდნენ, მაგრამ უბედურება მოხვა გამარჯვებას. მათ სრულიად სხვა გასასვლელიდან ამოყვინთეს, სადაც გარშემო უზარმაზარი ყინულის ნამსხვრევები იყო. ნავი არსად ჩანდა. თუ მალე ვერ იპოვიდნენ, რამდენიმე წუთში გაიყინებოდნენ. წყალზე თავის შენარჩუნებისას ჯილი თავს უმნიშვნელო წერტილად ბედის სათამაშოდ გრძნობდა. ცდილობდა კბილების კაცკაცი შეეჩერებინა, მაგრამ ჰიპოთერმია სწრაფად უახლოვდებოდა. რამდენ ხანს შეძლებდნენ ამ დაუნდობელი სიცივის ატანას? ეს ნეიტრალური ტივტიობის კოსტიუმები მხოლოდ მცირე დაცვას აძლევდათ, მაქსიმუმ რამდენიმე წუთს უხიდდნენ. აქ მიტოვებულებს მათი ბედი გადაწყვეტილი იყო.
შემდეგ კი ნანატრიხსნა მოვიდა. ქარის მოტანილი, უესის შორეული ხვირილი გაისმა, რასაც ზოდიაქოს ძრავის გუგუნი მოხვა. ისინი გადარჩნენ. ჯილის გაყინულ ხელებს კიბის დაჭერა ძლივს შეეძლო, მისი კიდურები იმდენად გაბუჟებული იყო, რომ მხოლოდ შვებას გრძნობდა. მიუხედავად კიდევ ერთი სასიკვდილო საფრთხის, მათ გადაწყვიტეს ბოლო, საბოლოო ჩაყვინთვა, რომ მაქსიმალურად გამოეყენებინათ შესაძლებლობა. QS-ი, რომელიც უკვე გამოჯამრთელდა და სტაბილურად იყო, დაჟინებით მოითხოვდა მღვიმეების გადაღებას თავისი საუკეთესო კამერით. მაგრამ აისბერგის შიგნით დაბრუნებისას დინების ძალა კვლავ სწრაფად გაძლიერდა და ისინი თითქმის გაებნენ მახეში. როცა ჯილმა ისინი გარეთ გაიყვანა, უესი ჩამორჩა. როცა მან კამერის გადასარჩენად დახმარება ითხოვა, ჯილი გაცეცხლდა. კამერას მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ ისინი დაიღუპებოდნენ. სასტიკ დინებასთან ბრძოლაში ბოლოს და ბოლოს გარეთ გამოვიდნენ, მაგრამ ახალ უბედურებას შეეჯახნენ. მორევიანმა დნობის წყლის დინებამ ისინი ახლა უმწეოდ მიაჭირა კრევასის ფსკერზე, 130 ფუტის სიღრმეზე. ჯილი გამწარებული ათვალიერებდა სველ კედლებს რაიმე დასაყრდენის საძებნელად. შემდეგ გაახსენდა პატარა თევზის ხვრელები, რომლებიც ყინულზე იყო გაბნეული. გაყინული თითითები შიგნით ჩახო და ისინი ასასვლელად როგორც სამაგრები, ისე გამოიყენა მტანჯველი ასვლისთვის. თითქმის 3 საათის შემდეგ ისინი ამოვიდნენ. ჯილის ხელი ნაცრისფერი და usიცოცხლო იყო, მაგრამ მათ ძლივს მოიგეს ეს სასიკვდილო რისკი. 2 საათის შემდეგ, როცა იმ ჯოჯოხეთიდან გამოჯამრთელდნენ, ისევ მოემზადნენ ჩასაყვინთად, ბოლო ჯერზე. როცა შემდეგ მცდელობას გეგმავდნენ, მოულოდნელად გემბანიდან ყვირილი გაისმა. საშინელებით უყურებდნენ, როგორ იკრუნჩხებოდა და ინგრეოდა მათი მღვიმეების სამყარო მათ თვალწინ. აისბერგი, რომელიც იამაიკას ზომის იყო, მათ თვალწინ ჩაიძირა და მთლიანად თავისივე წყლის სამარეში დაიმარხა. რომ შიგნით დარჩენილიყვნენ, გადარჩენის შანსი აღარ ექნებოდათ. საბოლოოდ ისინი იყვნენ პირველები და უკანასკნელები, ვინც ოდესმე იხილა იმ ძლევამოსილი აისბერგის შიგნით. თითქმის რომ შეიწირა მომხიბვლელმა, თუმცა მომაკვდინებელმა ანტარქტიდა მათ უვნებლად გაატარა, მაგრამ მხოლოდ სულ ცოტათი. საბედნიეროდ მათ საკმარისი მასალა გადაიღეს მღვიმეების შიგნით, რომელიც მოგვიანებით დოკუმენტურ ფილმად ყინულის კუნძული იქცა. ჯილმა მრავალი დაბრკოლება გადალახა, როგორც ქალმა მკვინთავმა და ახლა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მკვინთავად ითვლება. მისი სახიფათო აისბერგში ჩაყვინთვა მისი გამორჩეული კარიერის უმაღლეს მიღწევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ოკეანის ცნობილი მკვლევარია, როდესაც თავის ყინულოვან სიკვდილთან შეხებას იხსენებს, ერთ მნიშვნელოვან გაკვეთილს ასკვნის. სიცივე მხოლოდ ფრთხილებს ინდობს. მიუტევებელ სიმართლეს, ვინც დაივიწყებს, მეორე შანსი არ ეძლევა. მას შემდეგ, რაც პირველად გაემგზავრა BB-15-ზე ანტარქტიდა, კვლავ თავისკენ უხმობდა ჯილს. მან ხელმძღვანელობდა National Geographic-ის ექსპედიციებს, რათა ყინულის ქვეშ დამალული უსასრულო საოცრებები დაეფიქსირებინა. ერთმა განსაცვიფრებელმა გამოსახულებამ დარჩა მის გონებაში, უცხო სიცოცხლის ფორმამ, რომელიც ვენერას ბუზიჭამიებს გალ და აისბერგის ბროლის კედლებში იყო შენიღბული. რა სხვა საიდუმლოებები იყო დამალული ამ გალტინულ უფსკრულში? მთელი სიცოცხლე საკმარისი არ იქნებოდა ამ საოცრებების აღმოსაჩენად. ჯილის ნამუშევარმა ნათელი მოჰფინა ანტარქტიდის უხილავ სამყაროს და იმ საფრთხეებს, რომლებიც მას კლიმატის ცვლილებისგან ემუქრებოდა. მან თავისი წიგნებით, ფილმებითა და მედია პროექტებით უახლესი მეცნიერება მთელი მსოფლიოს აუდიტორიისთვის ცოცხალი გახადა. ახალგაზრდა გოგონები წერილებს წერდნენ მას, შთაგონებულნი იმ გამბედავი ქალი მკვლევარით, რომელიც დედამიწის უკიდურეს ადგილებში ყვინთავდა. ტექნიკური მყვინთავების ექსკლუზიურ საძმოში ოში ჯილი ახლა პიონერად მიიჩნეოდა. მან მსოფლიოს ყველაზე მტრულ წყლებთან პირისპირი ბრძოლა და დაუმარცხებელი გამოვიდა. ბევრი მის BB-15 ექსპედიციას მყვინთაობის ევერესტად მიიჩნევდა. ის სიხარულით მენტორობდა ახალბედა მყვინთავებს, იმავე რჩევებს უზიარებდა, რასაც ოდესღაც თავად ეძებდა. 2000 წლეულის შემდეგ მისი გარდამტეხი მისიისა, BB-15 კვლავ ერთადერთი აისბერგია, რომელშიც ოდესმე გამოქვაბულის მყვინთაობა განხორციელდა. ის გაყინული უცხო სამყარო, რომელიც მან გამოავლინა, ეხლა მხოლოდ მოგონებებსა და იშვიათ საარქივო კადრებში არსებობს. როცა მომდევნო ექსპედიციები დაბრუნდნენ, აისბერგი ისევ ცივ სიღრმეში გამქრალიყო, მაგრამ ჯილის მემკვიდრეობა დარჩა. მან დაამტკიცა, რომ მიზანდასახულობითა და წარმოსახვით დედამიწაზე არც ერთი სამყარო არ რჩება მიუწვდომელი და მისი საქმიანობა შთააგონებდა მამაც ქალთა ლეგიონებს, თავიანთ ცხოვრებაში საზღვრები გაეფართოვებინათ. ჯილის გზა არაორდინარული იყო, მაგრამ ის მოუწოდებდა გოგონებს არ შეეზღუდათ ოცნებები საზოგადოებრივი შეზღუდვების გამო. იყავით მტკიცებით, მტკიცე და ჩაახშეთ გარედან მომდინარე ეჭვის ხმები, მოუწოდებდა იგი. ნებითა და გამძლეობით შეუძლებელი სამყაროები მაშინ გაიხსნება, როცა დაგჭირდებათ. სიღრმეები იქ ელოდება მათ, ვისაც საკმარისი სიმამაცე აქვს ჩასაყვინთად.